გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანცვლილებებს მხარი დაუჭირა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი. კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერის სახელმწიფო მინისტრის მიმართ იმედის Facebook პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4000 ლარი შეეფარდა. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა არც სამართალდამრღვევი და არც მისი უფლებადამცველი. მან კომენტარის სახით დატოვა აღნიშნული შეურაცხყოფელი ფრაზები, შეურაცხყოფელი კონტექსტით, რომელიც მიემართებოდა ბატონ მამუკას და მამუკას მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ შემთხვევაში. სასამართლომ განიხილა აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეაფასა და დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ბატონ ივანეს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი, რომლის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილებით ის ცნობილ იქნა სამართალდარღვევა და ჯარიმის სახით დაიკისა 4000 ლარის ოდენობის თანხა. სასამართლომ დღეს მოქალაქე მამია კვირკველიას საქმეც განიხილა. მან შეურაცხყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადა, თუმცა დაადასტურა კომენტარის ავთენტიკურობა. შეურაცხყოფელ კომენტარს ის გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს. საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და რეაგირება ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობას. თუკი ადგილი აქვს აზრის გამოხატვას და ეს აზრის გამოხატვა არის ჯდება იმ დასაშვებ ფორმებში, რომ არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვაგინებაში, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცხყოფელ გადაკიდებაში, ბუნებრივია ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. დაჯარიმდა ადამიანები, რომლებიც მაგალითად კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფელი დამოკიდებულება. გამოხატვის თავისუფლებით დაცული არის კონკრეტული პირების უფლება, რომ მათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა იჭერებოდეს სხვის ღირსებაში და არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს და ეს არის ლანძღვაგინება და ეს ყველაფერი არ ღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია ეს არის ჩვენი ვალდებულება, მოვახდინოთ რეაგირება. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები და თუ კი ადგილი ექნება კონკრეტულ რეაგირებას კონკრეტულ ქმედებებზე, ეს რა თქმა უნდა პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც თავარია ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების და სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც კანონის შესაბამისად აღმოაჩენს და შემდგომში რეაგირებას აკეთებს შეურაცხყოფელი ზიზღის თუ სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებზე, ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ პრაქტიკას, იმიტომ რომ თუ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს არის საზიანო ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ საჭიროებას ალბათ ყველა ხედავს, სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოუაროს პრობლემას, რომელიც სამწუხაროდ წლების მანძილზე და ათწლეულების მანძილზე გარედან ფინანსდებოდა და შიგნით კი NGO-ების და მათი აგრესიული აქტივისტების მეშვეობით და მათ შორის იმ რადიკალური პოლიტიკოსების მიერ რაღაცნაირად ღვივდებოდა და მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ადამიანებმა, ოჯახის წევრებმაც კი რაღაცა დაკარგეს ერთმანეთი. ამიტომ პოლიტიკური განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს ერთმანეთში დაპირისპირებას. ჩვენს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფებები და მათი გარეპატრონები ცდილობენ, რომ რაღაცა ფაშიზმის მეთოდებით, ფაშისტური მეთოდებით დააბულინონ ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტური უმცირესობა წარმოჩინდეს როგორც აბსოლუტური უმრავლესობა მით უმეტეს სოციალურ ქსელში. დავუპირდით ჩვენ საზოგადოებას, რომ ყველა ნაბიჯს გადავდგავთ, რომ ფაშიზმი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საქართველოში და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი მდგენელი მთლიანად ამ გეგმის, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერს და ჩვენ ვახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს მათი მხრიდან გაკეთებული შეურაცხყოფები იქნებოდა დასჯადი. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ განურჩევლად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა აბსოლუტურად ისე მოქმედებს სასამართლო, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება. იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატანცვლილებებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის და საქართველოდან გაძევების დამატებითი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას.
ასევე უცხოელის მიმავლის საფრთხის არსებობის დამატებითი კრიტერიუმების დადგენა. ცვლილებები ეხება ფიქციურ ქორწინებასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავს. უცხოელთა ერთიანი რეესტრი იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება. თუ ახლა უცხოენის ცოდნა სავალდებულოა და რა თქმა უნდა სავალდებულოა იგივე მომწვევმა რო გააკეთოს ეს და რამე პლატფორმა შეიქმნა, სადაც კონტროლის მექანიზმი იქნება იგივე განათლების სამინისტროდან და არა რაღაცა ბარიერების გადალახვა რო უწევდეთ ბიუროკრატიული. ჩვენ თავაზობთ ესეთ მექანიზმს, რომ რაც სხვა ქვეყნებსაც აქვს, ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი წარმოადგენს, რომელსაც ვაენდობით და სახელმწიფო ამბობს, რომ აღიარებს ამ დოკუმენტს, ან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა ჩააბაროს. თქვენი საუბრეთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ქორწინების საფუძველზე მიღებულ ბინადრობის ნაწილში და რამდენად პროპორციულად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა იყოს გათვალისწინებული. პრევენციის კუთხით ძალიან კარგი მექანიზმია, რომ იჯებოდეს სისხლის სამართლის წესით. სასჯელებიც იმგვარად არის გათვალისწინებული, რომ უკიდურესი არის, ვთქვათ, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადი, თუმცა არის ჯარიმა, უცხოელის შემთხვევაში გაძევება და ქვეყანას შემოსვლა აკრძალვა როგორც სასჯელი, შინაპატივრობა და ასე შემდეგ. და ამავე დროს თუ კი ერთ-ერთი მხარე განაცხადებს, რომ მათი მიზანი იყო ბინადრობის მიღება, მას არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმ მუხლიდან, იმ მსჯავრიდან, იმ ჩადენილი დანაშაულის ხარისხიდან, რაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის აქვს ჩადენილი საქართველოში. კონკრეტულად ამ ადამიანზე გავრცელდება თუ არა აღნიშნული განპროექტი. ზოგადად უფლება მსჯავრდებულს ვადაზიატარე გათავისუფლდეს, ყველას აქვს თანაბრად. თუმცა აქ არის მთავარი საკითხი. ყურადღება ექცევა მსჯავრდებულის პიროვნებას, მისი მხრიდან დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევას, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს და საბოლოო ჯამში დადგენილი არის თუ არა საბოლოო სასჯელი უნდა მოიხადოს ამ ადამიანმა, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, მას არაერთი მიმდინარე საქმე აქვს. როგორც კი ეს საკანონმდებლო ცვლილებები დაისახა პარლამენტის საიტზე, მაშინვე კოლექტიურ ნაცმოძრაობამ შეულხივილი მოაწყო, რომ აი მიხეილ სააკაშვილს ათავისუფლებენ. კითხვა რომ არავის არ უყვარს, ეგ გასაგებია. მოლოდინებისაც რომ იქმნიან ხოლმე და მე თვითონ ხანდახან აჟიტირდებიან და ხანდახან ფრუსტრაციაში ვარდებიან ხოლმე, არაერთი მაგალითი აქვს და ერთ-ერთი არის ეს კონკრეტული საკითხი. სულ რომ ძალიან მოინდომოს, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. იურიდიულ კომიტეტზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ხოლო 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას. მნიშვნელოვანია, რომ სახდელები და სანქციები იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მაქსიმალურად შედეგის მომცემი. 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დადგენის ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში პასუხისმგებლობა 100 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 50 ლარით. 30 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება ეს კვლავ იქნება 100 ლარი, 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს 100 ლარით პასუხისმგებლობას, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარით პირის დაჯარიმებას. 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ისა 10 ქულით იქნება, თუ ამას შესაბამისად საპატრულო ეკიპაჟი გამოწერს ამ ჯარიმას 10 ქულით შემცირდება, ხოლო 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე 20 ქულის ნაცვლად ისევ 10 ქულა იქნება, 50 კმ/სთ-ზე მეტით რჩება 20 ქულაზე მეტი პასუხისმგებლობის ნაწილში. ავარიის დროს თუ მოხდება ხებუჩქნარის დაზიანება, მოქმედი რედაქცია გულისხმობს 5000 ლარიან ჯარიმას. შემოთავაზებული ცვლილება არის, რომ 5000 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდეს კონკრეტული პირი. ყველას მოუწოდებთ, რომ ყველამ დავიცვათ სიჩქარის წესები, რა თქმა უნდა, საგზაო მოძრაობის წესები. სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრის საქმეზე ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე
ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს 5-5 წრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არ გამოკვეთილა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. მოსამართლის თქმით, პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და იქ შესვლის უფლება საშვის გარეშე არავის აქვს. პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა, თუმცა როგორც პროკურორმა განმარტა, ის დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მშვიდობიანი აქცია არ იყო ეს. ძალადობა განხორციელდა თუ ცეცხლის გაჩენით, ღობის ჩამოგდებით. იქ არაერთი პოლიციელი, სახელმწიფოს წარმომადგენელი დაზიანდა. ღობე რომ საერთოდ არ ჰქონოდა არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს. არა მხოლოდ ღობესთან, არამედ ღობის შიგნითაც იყავით გადასვლები. არაერთხელ მოხდა ღობეზე გადასვლა-გადმოსვლა, სტრატეგიული ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა. არავითარ მტკიცებულება არ არსებობდა 5 წამიანი კადრებით, 4 წამიანი კადრებით, 8 წამიანი კადრებით. ადამიანები გაუშვეს 5 წლით საპატრიო დაწესებულებაში. ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, დამკვიდრდა უკვე სტანდარტი, რომ 5 წლიანი პატიმრობები უნდა ჩამოარიგონ მოსამართლეებმა. რეალურად სასამართლო შეეცადა ფაქტების დამახინჯებით გაემართლებინა თავისი უკანონო განაჩენი. არაფერი არ დადასტურებულა, რაც შეეხება შეჭრას. შეჭრა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ განზრახვა ექნებოდა ამ ადამიანებს კონკრეტული, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლის აღება. შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გაუცნობიერებლად, ან გაცნობიერებულად, მაგრამ ყოველგვარი დანაშაულებრივი მიზნის გარეშე გადააბიჯოს, ეს ავტომატურად დანაშაული არ არის. რვაპირის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება მოიცავდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. ზურაბ ჭავჭანიძის არც განცხადებაში და არც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა. განცხადება აქვს გაგზავნილი პროკურატურაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოტივით. აღნიშნულ განცხადებაში მხოლოდ და მხოლოდ მითითება იყო მისი მხრიდან, რომ გაეფორმებინა ბრალდების მხარეს მასთან საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში უკვე ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე იყო სასამართლო გადასული და მოგეხსენებათ, საბოლოო სიტყვის შემდეგ ერთადერთი რაც სასამართლოს შეუძლია ან განაჩენი გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს და განაჩენი გამოაცხადოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კორეის ელჩი შეხვდა მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ილაპარაკეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეას შორის არსებულ პარტნიორობას, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატებით. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მხრივ ახალი შესაძლებლობების განვითარებას. სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში სერბეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს. ალექსანდრ ვუჩიჩი წერილს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტსაც. წერილში ხაზგასმულია სერბეთის და საქართველოს საერთო ღირებულებები. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს. მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო დაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა. მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები. ღრმად ვარ დარწმუნებული,
რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესრებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას, ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ როგორც უძვირფასეს სტუმარს დაცმას. ვსარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას. მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილებების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით. მაშინ, როდესაც მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობების და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანთა აკადემიაში ჯარის ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. ბანაკის მონაწილეებს სიტყვით ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს. მათ ბავშვებთან ერთად სასწავლო ინვენტარიც დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ბავშვები გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს, შეისწავლიან ტოპოგრაფიის და სამხედრო ნავიგაციის საკითხებს. შეასრულებენ პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს. მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში. მოსწავლეები შეხვდებიან სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებს და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს. მათთვის ასევე ჩატარდება სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობები. ერთი საღამო კი საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმობა. წელს პირველად ჩატარდება საპატრიარქოს საათი, სადაც მოზარდები სასულიერო პირებს შეხვდებიან. ის რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, საუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები და გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ჩვენი ღვაწმოსილი ადამიანების და განსაკუთრებით გმირი სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული ქვეყანა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ არ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს იგივე პასუხისმგებლობით. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლოს. მე ხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება ჯარის ბანაკი, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა ჯარის ბანაკს საპატრიარქო საათის კომპონენტის. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღოს სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესი არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. და რა თქმა უნდა, ამ ფასეულობების შეძენა სჭირდება თავისი გარემო და სათუ არა ჯარში და ჯარში არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ მთლიანად შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთად არის ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ ჩვენ ჯარის პოპულარიზაციაც ამავდროულად და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ის ადამიანების ახალგაზრდები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, შემოუერთდება თავდაცვის ძალებს და ინახავს რა არის სერჟანტის ცხოვრება, ჯარისკაცის ცხოვრება, ოფიცრის ცხოვრება და იქნება ჩვენი თავდაცვის ძალების ნაწილი. ვინაიდან მართლაც რომ დღესდღეობით საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს უაღრესად დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, რომ ყოველ მხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი. ამ წელს დაემატა ახალი კომპონენტი, აქამდე
იყო წარმოდგენა და წარმოდგენის შემდგომ საუბარი სასულიერო პირისა ამ წარმოდგენის და ღირებულებების შესახებ და ეხლა ღირებულებითი განათლების კომპონენტი დაემატა ამ პროცესს და ვისაუბრებთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რაც ეხება სამშობლოს ღმერთს, ადამიანს და ზოგადად პატრიოტიზმს. 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა. მოხსენებით, სახალხო დამცველი გამოვიდა საკუთარი პოზიცია გამოხატა სხვადასხვა უწყება. განსაკუთრებულ პრობლემად კვლავ რჩება აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოება. არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებული ყოფნისას ვიდეო გადაღების, ასევე გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ვალდებულება. გამოიკვეთა, რომ კვლავ პრობლემურია ფსიქიკური დაწესებულების გადატვირთულობა და სიმჭიდროვე. რეკომენდაციების ნაწილზე წლიდან წლამდე გვაქვს პროგრესი. ყოველ შემთხვევაში არის ძალიან პრობლემური საკითხები, აი რაღაც ესეთი ჯგუფი ასეთი საკითხების, რომელზეც რთულია ასეთი ხელშესახები პროგრესის მიღწევა, მაგრამ ჩვენ გონია, რომ რაღაცნაირად გადავლახეთ ის წითელი ხაზები და გადავტეხეთ ეს საკითხები. შეიქმნა ბადრაგირების სამსახური 1 აპრილიდან უკვე ამოქმედა თბილისში ეს სამსახური, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე ტექნოლოგიებით, კერძოდ ავტომობილები, რომელთაც ხდება ბადრაგირება, მიმდინარეობს ვიდეო გადაღება ამ ავტომობილში და ერთი წევრი საბადრაგო ჯგუფის აღჭურვილია სამხრე ვიდეო კამერით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამსახური გავაფართოვოთ და მთელი საქართველოს მოიცვას. თქვენ საუბრობდით ვიდეო მეთვალყურეობის საკითხებზე ადმინისტრაციულ შენობებში. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცა ახალი ბრძანება, რომელიც არეგულირებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობანაგებების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო მონიტორინგის განხორციელების წესს და პირობებს. პირველი საკითხი ეხებოდა პროტესტის მონაწილეობისას აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლო არასათანადომეპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა უშუალოდ თანადომეპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ვამუშავებთ და ვაანალიზებთ დაახლოებით 2700 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერებს. დანიშნულია დაახლოებით 360 ექსპერტიზა. ყველა პირს, ვის მიმართაც არსებობდა როგორც მტკიცებულებითი, ასევე საკანონმდებლო სტანდარტი დაძრალებული სტატუსის მინიჭების ამგვარი სტატუსი მინიჭებული აქვს. სამსაპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობის ხელშესრულის ფაქტებთან დაკავშირებით ასევე 9 პირის მიმართ არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა. საგამოძიებო კომისიას, რომლის მიზანი იყო წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, გიორგი გახარია გაასამართლეს. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? ჯორჯანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ინტერესების დამცველმა მოგმართად წერილობით. მტკიცებულებების ხელმისაწვდომობის აშკარად და უხეს შეზღუდვაზე. არც ერთი კითხვა ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ჩვენი ინტერესის სფერო მარტო გიორგი გახარია, ამითი ყველაფერი არის ნათქვამი, ვერაფერს ვეღარ დავამატებთ. მართლმსაჯულებას გაქცეული გიორგი გახარიას მიმართ დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმპცია, მე მგონი მარტივი საკითხია, როდესაც ფაქტის მოკვლევა ხდება და შესაბამისად გადაგზავნა რელევანტურ საგამოძიებო სამსახურში კონკრეტული საკითხის მოსაკვლევად. შესაბამისად გთხოვთ, რომ განმარტოთ ბატონო ლევან, რა არის საგამოძიებო კომისიის კონსტიტუციური მანდატი. კვალიფიცირება და არაკვალიფიცირებაზე აქ საუბარი, მე მგონი უკვე საკმარისად მეტი ისაუბრეთ და ქალბატონო სოფიო, ძალიან გთხოვთ, რომ რა ვიცი, ელემენტარული ზრდილობა იქონიეთ, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავი დაანებეთ და რასაც თქვენ ამბობთ, ეგ არის ეიჯიზმი. ორბელიანის იგავები რომ წაგეკითხათ ეიჯიზმია? ქალბატონო სოფო, თქვენ შეიძლება სხვა რამე უნდა წაგეკითხათ, მაგრამ არ წაგეკითხავთ და რა გავაკეთოთ? წერა-კითხვის პრობლემებს აშკარად ვხედავთ ხოლმე. Google-მა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13000 კილომეტრის საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები გადაიღო. პროექტი საქართველოს შთაბეჭდავ ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებს და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. თქვენ მრავალ ტურისტს იზიდავთ მთელი მსოფლიოდან, ტურისტებს კი სურთ ნახონ სად მიდიან, რა ადგილები მოინახულეს. სურთ რომ მეგობრებს გაუზიარონ ის ადგილები, რომლებსაც უკვე ესტუმრნენ. ასევე მათთვის მნიშვნელოვანია მოიძიონ ადგილები ფოტოსესიებისთვის. ამას გარდა ეს მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესებისთვის. საქართველოს მცირე ბიზნესებს ახლა აქვთ შესაძლებლობა რომ რუკაზე მონიშნონ საკუთარი თავი. მართონ ციფრული წარმომადგენლობა და უფრო თავდაჯერებით მოიზიდონ ხალხი. ვიწყებთ თბილისში ფეხით მოსიარულეთა ზონების აღწერასაც, ასევე განვაგრძობთ გზებისა და გზატკეცილების ასახვას.
ჩვენ როგორც ქვეყნის ინოვაციების სააგენტო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმნის ახალ შესაძლებლობას ქართული ინოვატორებისთვის, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო აქსელერატორებისთვის და ზოგადად ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აისახება საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაზრდის, მის ციფრულ ტრანსფორმაციის პროცესში, დამატებითი ინვესტიციების შემოტანაში და რა თქმა უნდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. მილიონობით ადამიანს შეიძლება ექნება დღეიდან საშუალება, რომ საქართველოს 11 ქალაქი ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც წარმოადგენს ტურიზმის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ალიანსი უნდა დატოვოს და მას მიხეილ სააკაშვილის თანხმობა არ სჭირდება. თინა ბოკუჩავა კი ირწმუნება, რომ ალიანსში შესვლა სწორედ სააკაშვილის ინიციატივა იყო. ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს თამარ ჩერგოლეიშვილი. პარტიის მოქმედმა მენეჯმენტმა თავი მთლიანად ამოწურა. იგი ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. პარტია როგორც სტრუქტურა ამ სიტუაციაში არ არსებობს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი დღევანდელ ვითარებაში სრული მარაზმია. მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას უზიარებდი მას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. რა გადაწყვეტილების მიღება უნდა, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყარეობას, მაშინ როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ. ამას მიშას ნებართვა სჭირდებოდა? დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში ყოფნა არც ერთ ეტაპზე მისი სურვილი არ იქნებოდა. ნაციონალურ მოძრაობას, რომ თავმოყარეობა კონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე. მე ვარ დარწმუნებული, რომ მიშას სურვილი რომ ყოფილიყო ალიანსში არ იქნებოდა ნამდვილი ხანი, მაგრამ სხვა პარტიის წევრების სურვილი იყო და იყვნენ. უღირსობის დაბრალება მე რბილად ვიტყოდი, პოლიტიკურად არაკორექტულია. არაკოლეგიალურია. პირველივე განცხადებები თავს დაესხმება იმ გუნდს, რომლის წევრიც მომავალში სავარაუდოდ შეიძლება გახდეს, არ მგონია, რომ არის ესე ვთქვათ პოზიცია, რომელიც ასახავს შორს მჭვრეტელობას კონკრეტული ადამიანების. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ილაპარაკა. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების ინტერვენციას, რომელიც უკავშირდება რიგ გამოწვევებს, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები და რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ჩართულობა იმ საარჩევნო პროექტებში, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერმა პროფესორმა ტიციანო კომპორეზიმ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა დიდი ადრუნული კოლაიდერი იყო. პროფესორმა სტუდენტებსა და მეცნიერებს კოლაიდერის შექმნის ისტორია, მისი მუშაობის პრინციპი და ძირითადი მახასიათებლები გააცნო. ეს ლექცია ეხება იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში უდიდეს სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში, ჟენევაში, ცერნში. მე ვცდილობ სტუდენტებს უჩვენო, თუ რატომ ავაჩენეთ ეს ლაბორატორია და ასევე როგორ ვცდილობთ გამოვიყენოთ იქიდან მიღებული მონაცემები, რათა შევძლოთ კვლევების ჩატარება და უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს სამყარო. ცერნთან დაკავშირებით ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტებზე, ეს არის მეცნიერი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ კვლევებში. ძალიან საინტერესო ესეთ ლექციები ჩვენი სტუდენტებისათვის, ჩვენი მკვლევარებისათვის, რომ მათ იცოდე რა ხდება დღეს ყველაზე დიდ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციაში. პირველ რიგში სასიხარულო არის სტუდენტებისთვის, რომ უნივერსიტეტს ასეთ ღონისძიებებს ატარებს და იძლევა ისეთ საშუალებას, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და საინჟინრო პროექტებში ჩავერთოთ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში. აქციებზე დაკავებული რეზუ კიკნაძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის გამო მოქალაქე ვახტანგ დიასამიძეს 2000 ლარი შეეფარდა. სხდომას ესწრებოდა თავად სამართალდამრღვევიც, რომელმაც პროცესზე თქვა, რომ ნანობს მის მიერ დაწერილს.
ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, რამდენიმე წუთში დაიწყება დღის ქრონიკა, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.